გამარჯობა, მე გიორგი ვარ. ეს კი თუ-wheel ტესტის არხია. დღეს განხილვაში გვეყოლება ჩემი საყვარელი ბრენდი CF Moto-ს ერთ-ერთი ბიუჯეტური მოდელი CF Moto 230 Dual Lite. სამ მოტოციკლის განხილვაზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ზარის ღილაკის გააქტიურება და კომენტარებში დამიწერთ, რას ფიქრობთ ამაზე არა. ზოგადად CF Moto-ზე, ვინც იცით, ვინც გათვითცნობიერებული ხართ ამ ბრენდთან მიმართებაში, თქვენი აზრით, რასაც ახლა მე ვილაპარაკებ, რეალურია თუ არა რეალურია. მე პირადად მაგალითად CF Moto მყავს უკვე მეორე CF Moto შევიცვალე, ჩემი მოტოციკლის განხილვასაც აუცილებლად იხილავთ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ვისაუბროთ ამ კონკრეტულ მოტოციკლზე. CF Moto 2023 წელს მოიწვია კონგრესი, დაჯდნენ და იფიქრეს, რა უნდა გაეკეთებინათ და მოიფიქრეს ესეთი რაღაცა, რომ ისედაც თავისი იაფიანი ტექნიკა, საკმაოდ ხარისხიანი სხვათა შორის, გაიხადათ უფრო იაფი და გააკეთეს light ხაზი. რას ნიშნავს ახლა light ხაზი? მაგალითად 250 SR შედის light ხაზში, fan ვერსია, ანუ CF Moto 230 Dual შედის light ვერსიაში, NK 250 fan ვერსია შედის და კიდევ რამდენიმე მოდელი. სულ არის 5 მოდელი light ვერსიაში. რას ნიშნავს ახლა light? ჩვეულებრივ მოდელებთან შედარებით არის უფრო დაბალი კომპლექტაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია. ხარისხი იგივეა, ყველაფერი იგივეა, მაგრამ მოკლებული აქვს რაღაცები. შეფრქვევის სისტემა, მაგალითად, განათება და ესეთი რაღაცა წვრილმანები არის შეცვლილი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძრავი სხვა არის ან რაიმე მსგავსი. არა, არ აქვს მნიშვნელობა. მაღალი კომპლექტაცია იქნება თუ დაბალი. ნუ ესე ვთქვათ, მაღალი და დაბალი კომპლექტაცია, დაბალ კომპლექტაციაში უკვე light ვერსიებია. მაგრამ ერთი დიდი პლუსი გვაქვს. მაღალი კომპლექტაციის ხარისხს ვიღებთ დაბალ კომპლექტაციაში ბევრად ბიუჯეტურ ფასად. ამ მოტოციკლის ფასი, მოდი ვიტყვი ბარემ, ამ მოტოციკლის ფასი ახალი 2 წლიანი გარანტიით 24000 კილომეტრი გარბენით გახლავთ 1990 евро. ანუ ეს მინდა კარგად დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე თვალის დახუჭვა მოგვიწევს, იმიტომ რომ იმდენად დაბალი ფასი აქვს ამ მოტოციკლს, რომ მე მაგალითად რომ ჭირდებოდეს კიდევ ერთი მოტოციკლეტი, ან პირველ მოტოციკლს ვეძებდე საერთოდ, აუცილებლად ერთ-ერთ ვარიანტად ამას შევარჩევდი. მოდი გადავიდეთ ახლა ტექნიკურ მონაცემებზე, მე გავიაროთ ამ მოტოციკლით, მოგიყვებით ჩემ ემოციებს ამ მოტოციკლეთთან დაკავშირებით. ნუ შეგახსენებთ, რომ 4 დღეა უკვე ქალაქში დავდივარ მე ამ მოტოციკლეტით და ქალაქის გამოცდილება მივიღე, მაგრამ off-road-ზე ჯერ არ მივილია და ერთად გავიაროთ off-road-ზეც. მოკლედ, ძრავი გვაქვს 230 კუბიანი HR-ით გაგრილებადი, რომელიც გამოიმუშავებს 15 ცხენის ძალასა 16.5 ნიუტონ-მეტრს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი რაც არის აქ, მოტოციკლის წონა გახლავთ სულ რაღაც 122 კილოგრამი. წარმოიდგინეთ, 125 კუბატურიანი სკუტერის წონა მოტოციკლია ეს. აი უმარტივესი სამართავია ჩემთვის და ნებისმიერი დამწყები რაიდერისთვის იქნება უმარტივესი სამართავი. დისკები გვაქვს 18 და 21-იანი ზომა, ნამდვილ off-road მოტოციკლს რაც შეეფერება. მინდა ვთქვა, რომ დაკიდების სისტემა no-name-ია, CF-ის დაკიდების სისტემა, მაგრამ საკმაოდ რბილად მუშაობს. აი მომეწონა მის დაკიდების სისტემა, ჩემი NK 800-ზე რბილი მოტოციკლია, ის რატომღაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემ NK 800-ზე რბილი მოტოციკლია თამამად. შემიძლია ვთქვა. ცუდია, მაგრამ კაია მაინც რა. მოდი ახლა გადავიდეთ უკვე ჯდომის პოზიციაზე და სიმაღლეზე. ბევრმა იცით, ვარ 1.80 მ, ან ცოტა მეტი, არ ვიცი, არ გავზომილ ვარ. მაგრამ ახლა გაჩვენებთ ჯდომის პოზიციას, როგორ ვზივარ. სიჩქარეში ჩავაგდოთ. მოკლედ, ფეხის წვერები, ფეხები კარგად მიდევს, საკმაოდ, უგზოობაზე ჩვეულებრივად დავიმორჩილებ, არ იქნება პრობლემა, არსად არ გადავიჩეხები სიმაღლის გამო. MT 450 არის დაახლოებით სანტიმეტრ ნახევარით დაბალი, რაც ძალიან კომფორტულს ხდის ამ მოტოციკლის მართვას. ახლა მუხლები ედვენჩერულად არ გვიდევს, უფრო ენდუროს მოტოციკლზე როგორც ვივართ
მსგავს ვაიბს ტოვებს ეს მოტოციკლეტი. ნუ წელში გამართულები ვართ, საჭე კარგია, განიერია და კომფორტულია მოკლედ ამ მოტოციკლის მართვა. რაც შეეხება მგზავრის სკამს, რბილია, ჩვეულებრივად მოვისვათ ნებისმიერი ზომის გოგოს, ბიჭს, ან არ აქვს მნიშვნელობა, ცხოველსაც მოვისვათ და წავიყვანთ სადაც გვინდა, არ იქნება პრობლემა. მოდი ახლა ვისაუბროთ ვისთვის არის ეს მოტოციკლეტი. მაგრამ არა, ჯერ გავატაროთ ოფროუდზე, განახებთ ოფროუდის კადრებს და მერე უკვე ბოლოს მოგიყვებით ამ მოტოციკლზე ჩემს დაბეჭდილებებს. მომეწონა, არ მომეწონა, ან რა მომეწონა და რა არ მომეწონა. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოტოციკლს რა ფასიც აქვს, ჩემი აზრით იდეალურ ვარიანტად ჩაითვლება ძალიან მალე საქართველოს ბაზარზე ეს მოტოციკლი. პირველ ბაიკად. იმიტომ რომ არის უნივერსალი, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ქალაქში, ისე უგზოობაზე, ქალაქგარეთ. მოკლედ ბევრი რაღაცისთვის არის ერთ მოტოციკლში მოთავსებული სხვადასხვა რაღაცეები. ახლა გადავიდეთ უკვე ვიზუალზე. წინ გვაქვს ჰალოგენ ფარი, წინა განათება, გვაქვს ასევე პატარა ლედები, აი ასეთი ლამაზად ანათებს. აქ გვაქვს წარწერა 230 დუალის და lighting systems. ნუ ეტყობა უკვე რომ ოფროუდში იყო ეს მოტოციკლეტი. ეს წინა სატალახე გვაქვს ესეთი რბილი, რო არ გაგვიტყდეს მარტივად. წინაც და უკანაც გვაქვს, რა თქმა უნდა, სპიცებიანი დისკები. შეგახსენებთ 19-იანი და 21-იანი სამოხრუჭე დისკი გვაქვს წინაც და უკანაც. სუპორტებიც აყენია CF Motors-ი, წინაც და უკანაც. უკნიდან გამოიყურება აი ასე, უკან გვაქვს ჰალოგენ განათება, გვაქვს სტანდარტული მაყუჩი, არაფერი განსაკუთრებული და დეშბორდი. დეშბორდზე რა ხდება ახლა? დეშბორდი გვაქვს TFT. გვიწერს სიჩქარეებს, გავლენილ მანძილს, საწვავის ავსს და ბრუნვას. შვენიერი, ინფორმატიულია, მეტი არ ჭირდება. ასევე გვაქვს აქ USB პორტი, მექანიკური გასაღები, ესეთი. აქაც აწერია CF Moto 230 უკნიდან და CF Moto Lite. ახლა პულტებზე რა ხდება? ეს არის kill switch-ი, დაქოქვის ხილაკი. всё, აქეთ მეტი არაფერი არ გვაქვს. ახლა აქეთ გვაქვს პასხილაკი, შორი და ახლო განათების ჩასართავ. ზოგადად ფარების ჩასართავ გამოსართავი და შორი და ახლო განათების ჩასართავი. სიგნალის ხილაკი და მოხვევის მაჩვენებლები. და აი ამაზე გეუბნებოდით. აი ამ ადგილით MTX-8-ს ძალიან გავს, აი ძალიან გავს თან. სავარძელი, აი აქაც აწერია CF Moto Lite. სავარძელი არის ესეთი კომფორტული, საკმაოდ რბილი სავარძელი აქვს, სხვათა შორის მომეწონა. და უკან აი ეს უძალიან მაგრესი რაღაცა, იმიტომ რომ ვისაც ესეთი მოტოციკლი უნდა, დიდი ალბათობით უკან საბარგულიც დაჭირდება. საბარგული შეგვიძლია ამაზე მარტივად დავამაგროთ. არ იქნება პრობლემა. ახლა უკვე გავუდგეთ გზას და გაჩვენებთ ოფროუდში როგორ დადის ეს მოტოციკლეტი. წავედით. ვიარე ამ მოტოციკლეტით და ახლა მოგიყვებით უკვე ჩემს შთაბეჭდილებებს ამ მოტოციკლეტთან დაკავშირებით.
ქალაქში არის ძალიან კომფორტული, მარტივად სამართავი, სულ რაღაც 132 კილოგრამია წარმოიდგინეთ და საწავის მოხმარებაზე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ არ ვიცი, ჩავასხი და არც კი იმაზეც ხაზები კუბიკები რო აქვს, იმაზეც კი არ მოუკლი, ანუ საერთოდ არ წოვს ეს მოტოციკლეტი ჩემი აზრით. რაც შეეხება ახლა ვისთვის არის ეს მოტოციკლეტი? ეს მოტოციკლეტი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც იაფად უნდა გადაადგილება ქალაქში, მარტივად და პირველ მოტოციკლს ეძებს, რომელიც გამოადგება უნივერსალურად როგორც ქალაქში, ასევე უგზოობაზე, ქალაქგარეთ. Off-roads რაც შეეხება, საკმაოდ რბილი დაკიდება აქვს, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გადაადგილდეთ უგზოობაზე, ასევე ტყე-ღრეში ჩვეულებრივად უკან დაამაგროთ თქვენი კარავი და წახვიდეთ სადმე ქალაქთან ახლოს, იკემპინგოთ და მერე უკან დაბრუნდეთ. რაც შეეხება ახლა მინუსებს, რაც არ უნდა იქით-აქეთ ვატრიალოთ, მაინც კარბურატორია, არ არის ინჟექტორი რო ყოფილიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზავთ? თანხის საპირწონე მოტოციკლია ჩვეულებრივად. ფასი გახლავთ ამ მოტოციკლეტის 1990 евро, რაც ჩემი აზრით არის იდეალური ფასი, იმიტომ რომ ამ ფასში შეგიძლიათ ან ეს მოტოციკლეტი იყიდოთ, ან iPhone 17 Pro Max. მე ვფიქრობ, რომ ეს მოტოციკლეტი ბევრად ჯობია iPhone 17 Pro Max. რაც შეეხება ახლა საიდან ყავს ეს და სად შეძლებთ ამ მოტოციკლეტის შეძენას? ამ მოტოციკლეტის შეძენას შეძლებთ Motoland-ში, Motoland-ი გახლავთ CF Motos ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მისამართ სიხილავს აღწერაში, დიდი ღომში არიან ფარნავაზ მეფის 31 ნომერში, მისამართს და ნომერს იხილავთ აუცილებლად აღწერაში. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო Moped-Depot-ს და Bikelands, მადლობა სამივე მაღაზიას, Motoland-საც, Bikelands-საც და Moped-Depot-საც, რომ გაძლევენ შანსს ესეთი უმაგრესი ტექნიკა წამოვიყვანოთ და გავტესტოთ ნებისმიერ რელიეფზე, როგორც ჩვენ გვინდა. და მე გადმოგცეთ უკვე მე თქვენ ჩემი აზრი ამ მოტოციკლეტთან დაკავშირებით. ასევე შეგახსენებთ, რომ არ დავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და კომენტარებში დაწერეთ მოგეწონათ თუ არა ეს მოტოციკლეტი. რას ფიქრობთ საერთოდ CF Motos-ზე კიდევ ერთხელ მაინტერესებს. ახლა კი წავედი, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.